და ისევ რეგიონი. შეჯიბრება ფუტზალში დღეს ერთმანეთს გათმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას უნივერსიტეტის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის შეხვედრა 5-4 ილიონის გამარჯვებით დასრულდა. შეჯიბრება ყოველწლიურად იმართება და მისი ორგანიზატორი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია. სულ ლიგის ფარგლებში კიდევ 2 თამაში ამჯერად უკვე დედაქალაქში გამართება. დღეს დამთავრდა მორიგი თამაში, რომელშიც მონაწილეობდნენ უმაღლესი ლიგის გუნდები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თამაში დამთავრდა ილიაუნის გამარჯვებით. აქამდე ერთი ვიჩი აქამდე მეორე მოგება და ეს ჭირდებოდა ახალთან გამარჯვება. რაც შეეხება ურას ჩვენი რიგის შემოქმედება იყო ძალიან მომეწონა და ჩვენი თამაში გაყოფილი ვარ. თავარია გავიმარჯვოთ, ჭირდებოდა ნამდვილად. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო ეს ჩვენი გუნდისთვის, რადგანაც უმაღლეს ლიგაში პირველად ვასპარეზობთ და პირველი 2 მატჩი საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან მოგებული ჰქონდა და ამ გამარჯვებით ფაქტობრივად ვინახდებთ უკვე უმაღლეს პლეი-ოფში თამაშს თბილისში. მეტოქე ძალიან კარგი შეხვდა. ილიაუნი ძალიან კარგად დაგამართებული გუნდია, საკმაოდ კარგად წავიდა თამაში შეთვის, ერთ-ერთს ვიგებდი, თუმცა ჩვენ მოვეშვა ცოტა და ამ ფუტზალის თამაშები შეიძლება უცებ გაიტანოთ გოლი.